მოგესალმებით, წარმოგიდგენთ IM6 და დღეს ამ ავტომობილით წავალთ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით. მაგრამ მთავარი გამოწვევა ის არის, რომ ბათუმამდე ავტომობილს არ დავმოხტავთ. ახლა ვიმყოფებით იმოტორს ჯორჯიას განახლებულ შოურუმში, ბელიაშვილის 131 ნომერში და აქედან დაიწყება ჩვენი მოგზაურობა. ავტომობილი 100%-მდეა დამოხტული, ასე რომ მზად ვართ უკვე დავიწყოთ. გავედით თბილისიდან და გზადაგზა შეგატყობინებთ რა მდგომარეობა არის გამავლობის მხრივ, კომფორტის მხრივ, როგორ დავიღლებით. მოკლედ ყველაფერს, რაც საინტერესო იქნება თქვენთვის, როგორც ახალ ავტომობილზე საუბრის დროს. სალონს რაც შეეხება, ძალიან მინიმალისტური, არაფერი ზედმეტი არ გვაქვს, ყველაფერი არის ჩაშენებული მთავარ მართვის პანელში, ცენტრალურ მონიტორში, სულ 3 მონიტორი გვაქვს. მაჩვენებელთა დაფა მარცხნივ, აქ სადაც შეგვიძლია CarPlay გამოვიტანოთ. მარჯვნივ შეუძლია მგზავრს ფლეშ-ბარაზე ჩაწერილი კინო ან ნებისმიერ რაღაც მოკლედ MP4 ფაილში გაუშვას. აქ გვაქვს უსადენო wireless დამტენი, 40 ვატიანი სწრაფი wireless-ი არის, პლუს გამაგრილებელი აქვს აქ თავისი. ასევე არის ეს გასაღები არის ამ ავტომობილის და ასევე აი აქედან შეგვიძლია დავკოკოთ თუ დიდი ხანი გაუნძრევლოთ არის თუ არა და რომ გავაღებთ დაკოკილი არის. რეალურად ღილაკები გვაქვს მხოლოდ აქ. ეს გემოვნების ამბავია, ზოგს ძალიან მოსწონს, ზოგს საერთოდ არ მოსწონს. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ ავტომობილში მე არ მაწუხებს ღილაკების მომხრე ვარ მე უფრო, მაგრამ არ მაწუხებს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს მონიტორი მუშაობს Snapdragon-ზე, ძალიან რესპონსიული არის. ყველაფერი ძალიან სწრაფად მუშაობს, აი მაგრავი, აი ყველაფერი სადაც შევდივართ, ძალიან სწრაფად აკეთებს ყველაფერს, აი მაგალითად. პლუს ამას ახლა ამას დამცავი ფირი აქვს დაკრული. და კიდე უკეთესი არის, როდესაც ამას ავაძრობთ, მაგრამ ეხლაც ანუ რეალურად არანაირი ხარვეზი არ აქვს. ესეთი მონიტორი თამამად შემეძლია ვთქვა, რომ ბევრ ავტომობილში არ გვხვდება. სივრცე ძალიან დიდი აქვს, წინ, უკან საკმარისი. ნებისმიერი ზომის მგზავრი ჯდება ესე რომ ვთქვათ რა. გორს გამოვწდით, მაღაზიაში გავჩერდით, რაღაცები ავიღეთ. დაახლოებით 100 კილომეტრი გამოვიარეთ ჩვენი შოურუმიდან და მანქანას დააკლდათ 16%. თან ეკო რეჟიმით არ მოვდივართ, კომფორტით მოძრაობთ და დავდივართ 110 კმ/სთ. თან ზამთარია. მოკლედ ძალიან მაგარი შედეგი არის. დაახლოებით 200 კილომეტრი გამოვიარეთ და საერთოდ არ დაუვლილო არ. სავარძლები ძალიან ერგონომიული და კომფორტულია. თან აქვს გათბობის და გაგრილების ფუნქცია, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის IM6-ით მგზავრობას. ეს ავტომობილი არის პნევმატურ დაკიდებაზე, თან ბილშტეინის პნევმატურ დაკიდებაზე. რაც ნიშნავს, რომ სიმაღლეც და სიხისტეც შეგვიძლია ვარეგულიროთ. უსაფრთხოებას რაც შეეხება, მაგალითად, ჩვენ მთელი გზა მოვდივართ სუპერ ადაპტიური კრუიზ კონტროლით, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი თავად არეგულირებს ყველაფერს. სიჩქარეს, წინა ავტომობილთან მანძილს, თან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ყველაფრის კეთების დროს ძალიან სანდოობის შეგრძნებას იძლევა. მოკლედ IM ზოგადად ნიშნავს Intelligence in Motion და ნამდვილად ამართლებს თავის სახელს. აუცილებლად უნდა შევეხოთ ერთ საკითხს, რის გამოც ბევრი იკავებს ელექტრომობილის ყიდვისგან თავს. დამტენების რაოდენობაზე არის რეალურად და ზოგად ინფრასტრუქტურაზე ამ მიმართულებით ქვეყანაში. შარშანდელსაც აი ამ დროს რო შევადაროთ, მინიმუმ 100%-ით არის გაზრდილი რაოდენობა დიდ ქალაქებშიც და გზატკეცილზეც დამტენების რაოდენობის. არაერთი კომპანია არის უკვე ამ საქმეში ჩართული და თან საკმაოდ ძლიერ დამტენებს აყენებენ, რაც ძალიან კომფორტული არის გზაზე. ანუ რეალურად ნახევარი საათი დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ან დასამუხტი ავტომობილით გამოხვიდეთ, ან პატარა გამოვლობიანი ავტომობილით გამოხვიდეთ ქალაქიდან და შორგზაზე წახვიდეთ. ერთი გაჩერება რეალურად ახ საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ავტომობილსაც გააჩნია, მაგრამ ძირითად შემთხვევაში საკმარისი არის ხოლმე. ყველაზე საინტერესო ნაწილი ახლა დაიწყო ჩვენი ტესტ-დრაივის, რადგან ელემენტი გვაქვს გაცილებით მეტი, ვიდრე ბათუმამდე ჩასვლას დასჭირდება, ამიტომ ქუთაისისკენ გადმოვუხვიეთ და წავალთ ლეჩხუმის მიმართულებით. იქ შევამოწმებთ გამავლობას და დინამიკას მოძრაობის, ოღონდ უკვე უღელტეხილზე. თან ულამაზეს ბუნებას დავათვალიერებთ და თან გარემოს ზიანს საერთოდ არ მევაყენებთ გამონაბოლქვით. ახლა ვართ გელავერის უღელტეხილზე, სადაც ძალიან დახვეული გზა არის, ძალიან დიდი მოსახვევები არის.
მაგრამ რადგანაც ამანქანას როგორც უკვე გითხარით, პნევმატური დაკიდების სისტემა აქვს, ძალიან სტაბილურად დგას მოსახვევებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ჩვენ მივდივართ კომფორტ რეჟიმით. შეგვიძლია გადავიყვანოთ ასევე სპორტზე, რა დროსაც ძალიან ხისტდება დაკიდებაც, აქსელერატორიც, მუხრუჭიც და საჭიც. კონკრეტული მოდელი არის performance ვერსია, ანუ ორძრავიანი ვერსია არის, all wheel drive სისტემა და ასევე four wheel steering, რაც ნიშნავს იმას, რომ 4-ვე საბურავით უხვევს. აი უღელტეხილზე ეგ ძალიან კარგად გამოჩნდა. უბრალოდ დაწეპებული არის ეს მანქანა გზის საფარზე, ყველა მოსახვევში შედის იდეალურად. მანევრი აქვს მოკლედ არაჩვეულებრივი. ჩამოვედით, ლეჩხუმში ვართ. ეხლა ვართ ფულბაქის გზაზე, მდინარე ჯონოულთან. მოკლედ მოგიყვებით ეხლა ამ ავტომობილზე. ეს არის IM6. იგივე IM5. IM6 არის ჩინური ბაზრის სახელწოდება, IM5 არის საერთაშორისო ბაზრის სახელწოდება. რაც უკვე ჩვენ შოურუმში ხელმისაწვდომი არის. ეს ავტომობილი თავიდანვე ვინც იცის, ჩვენთან ვინც არის სტუმრად ნამყოფი, სადემონსტრაციო მოდელი იყო და არა გასაყიდი. უკვე IM5 საერთაშორისო ბაზრის ვერსია და ეხლა რა განსხვავებები არის ამათ შორის. ყავს სამი კომპლექტაცია, ყველაზე დაბალი კომპლექტაცია არის 75 კილოვატიანი ლითიუმ რკინაფოსფატის ელემენტით უკანა წამყვანი, რომელიც ერთი დამუხტვით ევროპული სტანდარტით გადის 500 კილომეტრამდე. მაგის შემდეგ მოდის უკანა წამყვანი, მაგრამ უკვე 100 კილოვატიანი ელემენტით. თან ეს თანამედროვე ტექნოლოგიის ელემენტი არის ლითიუმ, ნიკელ, კობალტ, მაგნეზიუმი, რომელიც ერთი დამუხტვით ევროპული სტანდარტით გადის 710 კილომეტრამდე და performance ვერსია ეს კონკრეტული მოდელი ასევე თანამედროვე ელემენტით, რომელიც გადის 560 კილომეტრამდე. ამის პლუსი უფრო სიმძლავრე არის ვიდრე გამავლობა. სიგრძეში ეს ავტომობილი არის 493 სანტიმეტრი, სიგანეში არის 194 სანტიმეტრი და არის liftback სედანი. ანუ უკანა მხარეს აქარე მინიანად იწევა და უფრო დიდ ფარგლს გვაძლევს საბარგულში ვიდრე სტანდარტული სედანი. უკან თელ სიგრძეზე გვაქვს ერთიანი ესეთი ლამაზი LED ბარი და გასართობი ასევე ძალიან ისეთი უცხო და უცნაური ანიმაციური LED ბარი. აქ რამოდენიმე ანიმაცია გვაქვს. ყველა ძალიან ლამაზი არის. გემოვნების ამბავია, მხოლოდ ამას ვინრას დააყენებს, მხოლოდ ფლობელზე არის ეს დამოკიდებული. და ესეთი დაკტეილი, მეტი აეროდინამიკისთვის, ესე ვთქვათ, პატარა სპოილერივით და ამის აეროდინამიკას უნდა შევეხო აუცილებლად. 0.21 CD არის ჰაერის წინაღობის მაჩვენებელი ამ ავტომობილზე, რომელიც დამეთანხმებით, რომ სამგზავრო ავტომობილებში ძალიან მაგარი შედეგი არის. სწორედ ამის ხარჯზე ავტობანზე 100 კm/სთ სიჩქარით და აქეთ უღელტეხილზე უკვე ცოტა აგრესიული სიარულით, იმიტომ რომ მოგვესწრო რადგან მზე ჩადის 48% კიდევ დაგვრჩა. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ელემენტით ვაპირებთ ბათუმამდე ჩასვლას და გზაში არ დავტენით არც ერთ შემთხვევაში. ასე თუ ისე რაღაც ინფორმაცია მოგაწოდეთ ამ ავტომობილზე, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს ამაზე სასაუბრო და გზა კიდევ ნელ-ნელა მოგაწოდით ინფორმაციას. ამ ეტაპზე ეხლა ცოტა ხანი დავისვენებთ და გავაგზავნებთ გზას ბათუმისკენ. როგორც შევთანხმდით, ელემენტს არ ვტენით. Walk around with my chest out and my skin smooth, I'm healthy. I'm in a mix and I'm handshaking, but most of y'all can't help me. Most of y'all ain't wealthy. Most of y'all just dress like it. I caught the vibe that y'all giving off and I'm trying to make myself less like it. This chick got a little Porsche. ჩამოვედით, ბათუმში ვართ. 10% კიდე დაგვრჩა ამ ხელაგზის მერე, რაც ნიშნავს 52 რეალურ კილომეტრს. ამ ავტომობილს აქვს ორი სტანდარტი გამავლობის. ერთი არის CLTC სტანდარტი, მეორე არის დინამიკური სტანდარტი. დინამიკური ნიშნავს ეს ბევრს ეშლება. დინამიკური აჩქარებას და ეგეთ რაღაცებს არ ნიშნავს. დინამიკური ნიშნავს რეალურ გამავლობას იმ პირობებიდან გამომდინარე, რა პირობებშიც უწევს მანქანას სიარული. უღელტეხილი გადავიარეთ და გადმოვიარეთ, ლეჩხუმში ვიყავით, რომელიც არაფერ შუაში არ არის ბათუმის გზასთან. თან, რა თქმა უნდა, ვიარეთ ლიმიტის ფარგლებში მაქსიმალური სიჩქარით, არ დაგვიზოგავს ავტომობილი და გამოდის 493 კილომეტრის წინ დავტენეთ ბოლოს. ეს დეშბორდზე ეგ ინფორმაციაც გვაქვს ყოველი შემთხვევისთვის მომხმარებელმა რომ აკონტროლოს უბრალოდ
გამავლობა ავტომობილის რეალური რამდენი აქვს ყოველდღიურად. მოკლედ, შევაჯამოთ დღევანდელი დღე. გაგვიმართლა თუ არა ის მოლოდინები, რაც გქონდა თავიდანვე. ნამდვილად გაგვიმართლა. ამის დასტური ეს არის, რომ ჩვენ ახლა ბათუმში ვართ და ეხლა ვტენით მანქანას. დავზოგეთ თუ არა ავტომობილი, საერთოდ არ დაგვიზოგავს. ყველგან ვართ მაქსიმალური სიჩქარით ლიმიტის ფარგლებში, რა თქმა უნდა და კანონის ფარგლებში. და დავიღალეთ თუ არა, დავიღალეთ ძალიან მთელი დღეა გზაში ვართ. ძალიან ბევრ ლოკაციაზე ვიყავით ერთი დღისთვის და დღეს უნდა დავისვენოთ. ფილით გავაგზავნებთ ვიდეოს. Just to be round us. You ain't one of my dogs, why do you hound us? It's very few of you I like, but it's a whole lot of y'all I don't trust. დღეა თბილისისკენ უნდა დავიძრათ ცოტა ხანში, მაგრამ სანამ წავალთ აუცილებლად უნდა გესაუბროთ იმ ბრენდებზე, რასაც ვხედავთ ახლა დასტიკერებულს ავტომობილზე. Williams Advanced Engineering. Williams ვიცით ყველამ რო არის Formula 1-ის გუნდი, ვიცით რომ ქმნიან ბოლიდებს, ამიტომ მათთვის ავტომობილის შექმნა ნამდვილად დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ამ ავტომობილს ნამდვილად ეთყობა ეგ მოძრაობაში, სვლაში, ყველაფერში. Michelin, Brembo, Bosch, მოდი ჯერ ZRX ვთქვი მხოლოდ. Michelin-ის საბურავებით არის ძალიან ბევრი ეს ამ ბრენდის ავტომობილები, იმიტომ რომ სჭირდება ესეთი დონის ავტომობილს მაღალი კლასის საბურავი. Brembo სამუხრუჭე სისტემა კონკრეტულად ამ მოდელში არ გვხვდება, გვხვდება Continental-ის. და ერთით გადავახტი, ახლა ჩავედი ქვედა ზოლზე. მაგრამ ორივე შემთხვევაში არის 4 ცილინდრიანი სრული სამუხრუჭე სისტემა, რაც ამ ავტომობილის სამუხრუჭე მანძილს ძალიან ამცირებს და ამის ტესტები აქამდეც გაგვიკეთებია, შეგიძლიათ ნახოთ ესეც. Bosch-ის ძრავებზე მუშაობს, 800 ვოლტიანი პლატფორმა არის კონკრეტულად ეს ავტომობილი, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე არის ამ კლასში. Bilstein-ის და Continental-ის დაკიდების სისტემა აქვს კომბინირებულად ამ ავტომობილს. ანუ Bilstein-ის ამორტიზატორები აქვს და Continental-ის ჰაერის ბალიშები. ანუ პნევმატური დაკიდება, რაც ვახსენეთ აქამდე ეგ. და Bridgestone-ი ასევე საბურავი. კონკრეტულად ამ ავტომობილს უყენია Pirelli-ის P0 საბურავები, რომელიც არის ნახევრად სპორტული, ეს შეგვიძლია ვთქვათ. როგორც გუშინ გითხარით, ამ ავტომობილს აქვს 4-wheel steering-ი, ანუ 4-ვე საბურავით უხვევს. და ეს როგორც მოხვევის მანძილს ამცირებს, კონკრეტულად 4.9 მეტრი სჭირდება, არასრული 5 მეტრი სჭირდება ამ ავტომობილს ეგრეთ წოდებული U-turn-ისთვის, ანუ სრულად 180 გრადუსით შემოსატრიალებლად. ამას გარდა ამ ავტომობილს აქვს ერთი ძალიან ისეთი საინტერესო და გასართობი მონაცემი რა, crab mode ქვია, ანუ კიბორჩხალის რეჟიმი. და კიბორჩხალასავით ესე დიაგონალზე გადაადგილდება რა. სულ ეს იყო, რაც გვინდოდა ამ ავტომობილზე დღეს გვეთქვა. ეს გამოწვევა მოკლედ შესრულებული არის თბილისიდან ბათუმამდე, პირდაპირ ბათუმამდე კი არა, სხვა რეგიონის გავლით ჩამოდის და უღელტეხილის გადავლით ჩამოდის, დამატებითი უღელტეხილის. ავტომობილი სრულად დამუხტულია. უკვე თბილისისკენ მივდივართ, იმედია მოგეწონათ ვიდეო და მსგავსი ვიდეოებისთვის დაგვიწერეთ კომენტარში თქვენ რომელ ავტომობილზე გსურთ გადავიღოთ მსგავსი სრული ტესტ-დრაივი. მომავალ შეხვედრამდე.